მოგესალმებით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. მივესალმები გდანელებს, მუხიანელებს, მთელ თბილისის ამ დიდი და მშვენიერი რაიონიდან. მაგრამ სანამ თქვენ მოგმართავდეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახალგაზრდებო და მშობლებო, დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე, როცა ბევრი გმირი უნდა გავიხსენოთ, საქართველოსთვის თავდადებული ადამიანები უნდა გავიხსენოთ, აი ეს ადამიანები უნდა გავიხსენოთ, რომელთაც უთანასწორო ბრძოლაში მხოლოდ საკუთარი სახელი და ღირსება ჰქონდათ, არა ტყვია წამალი, არა დახმარება, არა ქმედითი და მოქმედი სახელმწიფო, მხოლოდ საკუთარი სახელი და საკუთარი ღირსება. და ეს ადამიანები იბრძოდნენ და ეს ბრძოლის ესტაფეტა დღეს ჩვენს ხელთ არის, ხახნო. და ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. გაგრძელდება მანამ, სადამ საქართველოს მოქალაქე არ იგრძნობს თავს გაერთიანებული სახელმწიფოს მოქალაქედ. ძალიან ბევრმა ქართველმა, ჟიული შარტავამ, გურამ გაბისკირიამ, ამ ეს ადამიანები შეაკვდნენ მტერს 27 სექტემბერს და ამით დამარცხების დღე ღირსების დღედ აქციეს. და ამით მოგცეს მაგალითი და დღეს ამდენი წლის შემდეგ 27 სექტემბერი იქცა თავარი მიზნის დღედ. ანუ დღედ, როდესაც ჩვენ ყველამ ვიცით, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ ვიცით, რა არის მთავარი სანუკვარი და სანატრელი მიზანი. ჩვენ ვერც წინაპრების წინაშე ვიქნებით პინათლები და ვერც მომავალი თაობების წინაშე ვიქნებით პინათლები, სანამ არ დავებრუნებთ სოხუმს და არ დავებრუნებთ საქართველოს. მაგრამ მინდა ჩვენი გმირების, ჩვენი ბრძოლის ველზე დაღუპული ადამიანების სულებს ტაშით მივეგებოთ ეხლა აქედა გდანიდან. მაგრამ სანამ დიდ მიზნებზე ვისაუბრებდეთ ბევრს და მეტიც ვიმოქმედებდეთ, ჩვენ სხვა ბრძოლა გვაქვს დღეს მოსაგები, ჩემო კარგებო. გრაჩოვისა და არძიმბის მიერ დანაწევრებული და დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება სიყვარულის გარეშე შეუძლებელი არის. შეუძლებელი არის მანამ სანამ ამ ქვეყანას თავზე ყავს მომჯდარი გენერალი ლებედის პოლიტიკური მოკავშირე და მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი. ეს სიმართლეა. სულაც არ მინდა ეს ძვირფასი დრო მასზე საუბარში დავხარჯო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. მაგრამ ეს დრო ძალიან ახლოს არის, ხახნო. ეს დრო დადგება ერთ კვირაში. ეს დრო დადგება 5 დღეში. 2 ოქტომბერს დადგება, როცა უტეხის სულისკვეთება თითოეული აკოფი ადამიანის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ახალ კორპუსებიდან იყურება, წინ უნდა გაგვიძღვეს გამარჯვებისკენ. რომ დავასრულოთ და დავამთავროთ მუდმივად უსამართლობისკენ პირმოქცეული ხელისუფლება. ჩვენ ამ ხელისუფლების არც ვალი გვაქვს და არც ვახში გვაქვს. ეს ხელისუფლება არ არის ხალხის ხელისუფლება. ჩვენ გვინდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი, არა იმიტომ რომ ერთი ჩანაცვლეს მეორეთი, არა. ჩვენ გვინდა დამარცხდეს რეჟიმი, რომ აი ეს ასობით ბავშვი, ვინც ამ სკვერში ახლა ესწრება, ბედნიერი იზრდებოდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ მშობლებს გვაქვს ამისი უფლება, მეტიც გვაქვს ვალდებულება ვიბრძოლოთ ბოლომდე. და რა გვიშლის ხელს? არაფერი. ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასოდეს. მორალური უპირატესობა ჩვენ მხარეს არის, როგორც არასოდეს. მას რატომ ვერ უნდა გავიმარჯვოთ?
ამ ქვეყნის მომავლის სახელით, რომელმა კრიმინალმა ან სუსის მიერ დამუშავებულმა ადამიანმა უნდა აგვაღებიოს ხელი უკეთესი მომავლისაკენ. ვერასოდეს ხახნო ჟიული შარტავა ვახსენე და გურამ გაბისკირია. და ადამიანმა ჟიული შარტავა მუთხა რომ არასოდეს არ დაგიხით თავსო. და რომელი ადამიანის უნდა შეგვეშინდეს ჩვენ 2 ოქტომბერს, რომელი კრიმინალის 2 ოქტომბერს, რომელმა ვითომ ძველმა ბიჭმა სინამდვილეში სუსის მიერ დამუშავებულმა ადამიანმა უნდა წაგვართვას ჩვენ მომავალი. არა ბატონებო, ჩვენ ყველაფერს დავდებთ 2 ოქტომბერს იმისათვის რომ აი პატარა ბავშვების არ შევწყვეს. ეს ვალდებულება გვაქვს. ეს თქვენ გდანში შაშან დაამტკიცეთ. მთელი საქართველო დაწუნდა იმაში რა მოაქვს ერთგულებას და თავდადებას. გდანში შაშან თქვენ დაგიპირისპირდათ ყველა. ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს გდანში არჩევნებამდე 2 დღით ადრე. არ დარჩა ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც არ ჩაერთო საარჩევნო პროცესებში. არ დარჩა შეიარაღებული ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ოცნების სახელით და მშვიდობიან პატრიოტებს იარაღი არ დაუმისდა. მაგრამ პასუხი იყო ის, რა შედეგიც დაждდა და დადგა გდანში, იმიტომ რომ მართლები ვიყავით. თქვენ მოიგეთ, თქვენ შარშან მოუგეთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძესაც, კობიაშვილსაც, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და ყველას. და წელს ეს მარცხი მათი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ჩვენ არ გვაქვს უფლება მეგობრებო უკან დახევის. ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს. და განსაკუთრებით ეს გამარჯვება იქნება ძვირფასი გდანში, იმიტომ რომ გდანი იქცა სიმბოლოდ ბრძოლისა. და განსაკუთრებით მაშინ ვარ დაწუნებული, რომ გდანის რაიონი იქნება გამარჯვებული. ვიცი რა, რომ თქვენ ყავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მებრძოლი ადამიანი, პატრიოტული სულისკვეთების განსახიერება, მაჟორიტარობის კანდიდატად ელენე ხოსტარია. გახსოვთ ელენემ საქართველოს ეროვნული დროშით როგორ გააძევა რუსი პრავოსლავნიკი კომუნისტი საქართველოს ეროვნული პარლამენტიდან. აი ესეთი სულისკვეთება გვჭირდება 2 ოქტომბერს. ესეთი ბრძოლის უნარიანობა გვჭირდება 2 ოქტომბერს. ესეთი შემართება გვჭირდება 2 ოქტომბერს. არაფერი იმაზე ძლიერი არ არის ბუნებაში, ვიდრე მართალი ადამიანი. და ელენე ხოსტარია არის დიახაც მართალი ადამიანი. განსახიერება პატიოსნების. მას არაფერი არ ჯის იმისათვის რომ გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის და გახდება აუცილებლად. არაფერი არ ჯის გარდა იმისა, რომ ანიხილოს თბილისი ისეთი როგორცაც უყვებოდნენ მას ოჯახში მისი მშობლები, როგორიც ახსოვს მას ბავშვობიდან ურთიერთობის გათვალისწინებით. საბჭოთა საქართველო აღარ დაბრუნდება თბილისში. საბჭოთა თბილისად აღარ ვიქცევით. საბჭოთა მოქალაქეები არ ივლიან ამ ქვეყანაში. ყველაფერი რომ გადავდოთ, მეგობრებო, მარტივად ეს არჩევნები 2 ოქტომბერს ერთი კითხვაც რო ისმეოდეს რეფერენდუმის სახით. გინდა თუ არა, ყავდეთ ხელისუფლებაში ჯგუფი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, გარდა უკანონო თვალთვალისა და მოსმენებისა. გვინდა თუ არა ესეთი ხელისუფლება, რომელიც 300,000-მდე ტელეფონს ყოველდღიურად უსმენს. გვინდა თუ არა ხელისუფლება, რომელიც გულდამძიმებულ ადამიანს უსმენს. და ნაცვლად იმისა, რომ გულდათუთხული, გულდამძიმებული ადამიანის აღსარება ღმერთთან მიდიოდეს, სუსის კრებსებში ხდება. გვინდა თუ არა ასეთი ხელისუფლება? არ გვინდა და არც იქნება. 2 ოქტომბერს პასუხი გაეცემა უტიფრობას, უტიფარ ივანიშვილს, უტიფარ ლილუაშვილს, რომელიც გამოვიდა და დღეს თქვა საარაკო სკანდალი გასკდა, ხო?
დიპლომატსაც, ბავშვსაც, სასულიერო პირსაც, ყველას უსმენენ და გამოდის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი და საუბრობს სუსის უფროსი. მე რა შუაში ვარო, ხახნო? აი ამ ადამიანებს ბიულეტენით ხელში 2 ოქტომბერს უნდა გამოუტანოთ განაჩენი, უпростоრად გავუფორმოთ განაჩენი. მაგრად იყავით, არ შეშინდეთ. სულის დღე და ის წამები მახსოვს, არ დაგიმალავთ. როდესაც ვიგებდით გდანს და ქართულმა ოცნებამ ეს იგრძნო, რომ ის აგებდა გდანს და შეიარაღებული ადამიანები უბანზე გაუშვა საარჩევნოდ და დაგვირბიეს უბანი შეიარაღებულებმა და ეს კადრები მთელმა ქვეყანა მიხილა. ამოიღო იარაღი და ჩვენ დამკვირვებელს დაუმიზდა. მაგრამ ჩვენმა დამკვირვებელმა უბნის მცველმა საარჩევნოში უთხრა, ვინც არის სოლოცო, აბა ვნახოთ რა კაცი ხარო. ხო და ჩამოწია იმ ადამიანმა შიში და სიარაღი და გაიმარჯვა იმ ადამიანმა, რომელიც არ გატყდა. აი ესე უნდა მოვიქცეთ 2 ოქტომბერს ყველანი, ხახნო, ღირსების საკითხია. ან კანონიერ ქურდებს, ან ბოროტ მოქმედებს, ან ყაჩაღებს, ან სუსის დამკაშებს, ვითომ ძველ ბიჭებს, ამ ქვეყანას საჯიჯნად ჩავუგდებთ, ან აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დავდგებით ერთმუშტად, შევალთ, შვიდად, მტკიცეთ და გავაკეთებთ სწორ არჩევანს. ყველას მინდა მთელ საქართველოს მიმართო აქედან 2 ოქტომბრისთვის დაბრუნდით თუ შეიძლება ყველა თქვენ საცხოვრებელი რეგისტრაციის მისამართზე. სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ ფაქტობრივად, მაგრამ უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც ხმა უნდა მიცეთ. 2 ოქტომბერს საქართველოს ისტორია დაიწერება. 2 ოქტომბერს არა თბილისის მერს, არა საკრებულოს თავმჯდომარეს, არამედ ისტორიას ვწერთ, მათ შორის გდაშიც ელენე ხოშტარიესთან ერთად. წარმატებები მას და წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა.